Რაღაც შეიცვალა უკრაინის ღრმა დავთმებთან დაკავშირებით. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები კვლავ იბომბება. კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის საომარი მანქანის სისხლის გამოფიტვას, კვლავ გრძელდება. მაგრამ ეს დარტყმები განსხვავებულია, უფრო ზუსტია. ისინი ნაკლებად მასშტაბურია, რადგან უკრაინა მიზანში იღებს არა თავად ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, არამედ იმ აუცილებელ დანადგარებსა და კომპონენტებს, რომელთა შეცვლაც რუსეთისთვის წარმოუდგენლად რთული ან ზოგჯერ შეუძლებელია. ეს უკრაინის ოსტატური სვლაა. მაგრამ უკრაინამ ეს მარტო არ გაუკეთებია. უკრაინა რუსეთისგან რაღაც შეუცვლელს ართმევს ორი სხვა ქვეყნის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების დახმარებით. ფრანგულ-ამერიკულმა კავშირმა უკრაინას მისცა ნაბიჯ ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გაუმწაროს რუსეთს ცხოვრება და უკრაინა ამ საქმეს წარმატებით ასრულებს. ყველაფერი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ ყურადღებით ადევნებდით თვალს უკრაინის ღრმა დარტყმების სტრატეგიას, იცით რომ ასეთი ტიპის დარტყმები 2026 წლისთვის ახალი არ არის. სინამდვილეში 2025 წელი იყო ამ კონკრეტული სტრატეგიის გარღვევის წელი. უკრაინამ დაიწყო რუსეთის ნავთობზე ძლიერი და განმეორებითი დარტყმები. წლის ბოლოსთვის უზარმაზარი ზიანი იყო მიყენებული. უკრაინას სამიზნეში ჰქონდა ამოღებული რუსეთის საერთო გადამუშავების სიმძლავრის ნახევარზე მეტი. 2025 წლის იანვრიდან იმავე წლის ოქტომბრის დასაწყისამდე უკრაინამ დარტყმები მიაყენა რუსეთის 38 უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან 21-ს. წარმატებული თავდასხმები მატულობდა და მნიშვნელოვანი იყო. 2025 წელს უკრაინის დრონებმა მიზნებამდე 48%-ით უფრო ხშირად მიაღწიეს, ვიდრე 2024 წელს. უკრაინამ ერთ ეტაპზე მოახერხა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 20%-ის გათიშვა და წლის ბოლოსთვის მათ გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის ნავთობის სექტორს 13 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენეს. სტრატეგია კარგი იყო, მაგრამ სრულ ოფილამდე შორს იყო. უკრაინას პრობლემა ჰქონდა და ეს პრობლემა მის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების ზედმეტად ფართო ხასიათში იყო. 2025 წელს უკრაინისთვის საკმარისი იყო, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას გასცდენოდა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში რამეს დაერტყა. სულ ერთი არას. ცეცხლის გაჩენა იყო მიზანი, რის გამოც ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში არსებული უზარმაზარი საცავი ავზები უკრაინის პრიორიტეტულ სამიზნეებად იქცა. დრონით ერთი დარტყმა და საცავი ავზი აფეთქდება და ცეცხლის შესაძლო მიმდებარე ტერიტორიაზეც გავვრცელდეს. კიდევ ერთხელ, ეს იმუშავა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ მუშაობა, სანამ ცეცხლს აკრობდნენ და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. უკრაინა რამდენჯერმე სწრაფი მიმდევრობითაც კი ურტყამდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რათა ისინი უფრო დიდხანს დარჩენილიყვნენ გათიშული. თუმცა ქარხნები კვლავ ფუნქციონირებას უბრუნებდნენ. როგორც კი ცეცხლი ჩააქრეს, საცავი ავზებისა და შენობების შეცვლა არც ისე რთული იყო. რაღაც უნდა შეცვლილიყო. უკრაინას თავისი დარტყმები უფრო ზუსტი და მიზანმიმართული უნდა გაეხადა. გიგანტური ხანძრები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ყურადღებას იპყრობდა, მაგრამ როცა 2025 წელი 2026-ში გადავიდა, უკრაინამ თავისი მიზნები შეცვალა. ხანძრები დამატებითი ბონუსი იქნებოდა. უკრაინის ნამდვილი მიზანი გახდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, რაც შეიძლება დიდხანს გაჩერება. როგორ მოახერხებდა ამას? მნიშვნელოვანი დანადგარების დაზიანებით, რომელთა სათადარიგო ნაწილების მოძიება რუსეთს დასავლეთის სანქციების გამო უკიდურესად უჭირს. კიდევ ერთი პრობლემა წამოიჭრა. უკრაინის დაზვერვა აშკარად საკმარისად ძლიერია, რომ ქვეყანას ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განხორციელების საშუალება მისცეს. მაგრამ ასეთი სიზუსტის შეტევები სულაც არ არის მარტივი. უკრაინას დახმარება სჭირდებოდა როგორც იმ სამიზნეების იდენტიფიცირებაში, რომლებიც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში უნდა გაენადგურებინა, ასევე იმის უზრუნველსაყოფად, რომ მის დრონებს პირველ რიგში ამ სამიზნეებამდე მიეღწიათ. ეს დახმარება ორი სხვადასხვა წყაროდან მოვიდა: შეერთებული შტატებიდან და საფრანგეთიდან. სენსაციურ ანგარიში Financial Times-მა გაამჟღავნა, რომ როგორც ამერიკული, ასევე ფრანგული სადაზვერვო სააგენტოები უკრაინას სამიზნეების შერჩევაში ეხმარებიან, რაც მას საშუალებას აძლევს რადიკალურად შეცვალოს თავისი სტრატეგია ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ხანძრები აღარ არის მთავარი მიზანი. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ძირითადი დანადგარების განადგურება გახდა მთავარი მიზანი და უკრაინა ამას შემაშფოთებელი სიხშირით ახერხებს. აუცილებელი კომპონენტების დაზიანების შემთხვევაში მთელი საომარი მანქანა ჩერდება. საფრანგეთის როლი დიდია. იანვარში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უზრუნველყოფს იმ დაზვერვის დაახლოებით 2/3-ს, რომელსაც უკრაინა იყენებს რუსეთთან ომში. მაკრონმა მაშინაც კი განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საფრანგეთი ამ როლში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობაში 1 წლის განმავლობაში გაურკვევლობა იყო. მაშინ, როცა 1 წლის წინ უკრაინა ძირითადად ამერიკულ სადაზვერვო შესაძლებლობებზე იყო დამოკიდებული, დღეს ამ დაზვერვის 2/3 საფრანგეთის მიერ მიეწოდება. 2/3, როგორც მაკრონმა განაცხადა. ამ განცხადებამ შთაბეჭდილება შექმნა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა ამერიკული დაზვერვისგან დამოუკიდებელი გახდეს. ასე არ იყო. ალბათ მაკრონს ასევე შეეძლო ეთქვა, რომ იმ დარჩენილი მესამედის უმეტესობა, რომელსაც უკრაინა იღებდა შესაძლოა ახლა, როცა აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობა 2026 წელს დათბა, კიდევ უფრო მეტი, სწორედ აშშ-დან მოდის. და არა უბრალოდ აშშ-ს რომელიმე უწყება. ქვეყნის მთავარი სადაზვერვო სააგენტო უშუალოდ უკრაინასთან თანამშრომლობს, რათა უზრუნველყოს მისი ქირურგიული დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. CIA საქმეშია ჩართული.
და უკრაინა მაქსიმალურად იყენებს სააგენტოს დახმარებას, რათა შექმნას სადაზვერო უპირატესობა, რომელსაც რუსეთი ვერ გაუმკლავდება. United 24 Media უთხრება, რომ ხშირად სწორედ CIA-ის სპეციალისტები ადგენენ იმ კონკრეტულ სამრეწველო დანადგარს, რომელსაც უკრაინამ უნდა დაარტყას. ამ დანადგარებთან ორი პირობაა დაკავშირებული. რუსეთისთვის მისი ჩანაცვლება ან წარმოუდგენლად რთული უნდა იყოს. ან თუ ასე არ არის, მისი შეკეთება თითქმის შეუძლებელი უნდა იყოს. რადგან მას არ შეუძლია მოიპოვოს საჭირო დასავლური კომპონენტები. გამოცემა ასევე ამატებს, რომ CIA-ის დაზვერვა გადამწყვეტი იყო უკრაინის შეტევებისთვის რუსეთის Wildberries-ის საწყობებზე. Wildberries, რომელსაც ხშირად რუსეთის Amazon-ს უწოდებენ, სთავაზობს ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც რუსი მეწარმეები ყიდიან და რუსი მომხმარებლები ყიდულობენ. თუმცა Wildberries ასევე აძლევს გამყიდველებს საშუალებას განათავსონ სამხედრო ნივთები, როგორიცაა დრონები და ჯავშანჟილეტები. ამიტომ ის გახდა სამიზნე, თანაც დიდ. CIA-ის დახმარებით უკრაინამ დაარტყა კომპანიის 8 ლოჯისტიკურ ცენტრს. ამ პროცესში დაახლოებით 860,000 კვადრატული მეტრი პროდუქციით სავსე სამრეწველო სივრცე განადგურდა. ასე უბრალოდ Wildberries-ის მთლიანი საწყობის მოცულობის 15,4% ცეცხლმა შთანთქა. კომპანიასა და მის გამყიდველებს მილიარდობით დოლარი დაუჯდათ ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა CIA-ის გარეშე. მას შემდეგ Wildberries-მა სცადა სამხედრო საქონლის დამალვა საძიებო შედეგებიდან, რაც უკრაინისადმი სასოწარკვეთილ თხოვნას ჰგავს, რომ შეწყვიტოს თავისი მფრინავი სანქციების გაგზავნა. ეს არ იმუშავებს. უკრაინამ კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია Wildberries როგორც სამხედრო მომწოდებელი, ასევე ლოგისტიკური ქსელი რუსეთის შიგნით. CIA-ის დახმარებით უკრაინა გააგრძელებს კომპანიის ობიექტების იდენტიფიცირებას და მათზე ცეცხლოვანი რისხვით დარტყმას. Forbes ამატებს, რომ CIA დიდი ხანია კულისებში ეხმარება უკრაინას. იმ მომენტიდან, როცა რუსეთმა დაიწყო აგრესიის კამპანია ყირიმის უკანონო ანექსიით 2014 წელს, CIA უკრაინის დაზვერვასთან ერთად მუშაობს. კორუფციით დასუსტებული ინსტიტუტები აღდგენილია. რუსული სისტემებისა და საბჭოთა პერიოდის ჯაშუშური მეთოდების ნარჩენები აღმოფხვრილია. შედეგად მივიღეთ უკრაინის დაზვერვის სამსახური, რომელიც ისეთივე მოქნილი და მომაქდინებელია, როგორც ნებისმიერი სხვა და ამ ყველაფერს მხარს უჭერენ მსოფლიოს ორი ყველაზე ძლიერი ქვეყანა. ამჟამად საფრანგეთი და აშშ ერთიანდებიან, რათა უკრაინას დაეხმარონ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დართმების და სხვა თავდასხმების განხორციელებაში რუსეთის მასშტაბით. მაგრამ CIA-ის გავლენა ბევრად უფრო შორს ვრცელდება. სრული მასშტაბის შეჭრის დასაწყისიდანვე რუსეთში აფეთქებები და ფარული ოპერაციები მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი რუსი გენერლები და ლიდერები განიდერები განეიტრალებულნი არიან. უკრაინა ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას არ იღებს, მაგრამ აშკარაა, რომ სწორედ ისინი დგანან ამის უკან. და უკრაინის უკან, როგორც Forbes-ი ამბობს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოა. ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ, 10 წლეულზე მეტი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც 2026 წელს ახალ დონეზე ავიდა. დღეს საფრანგეთი და შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დამგეგმავებს ეხმარებიან, რომ გზა დასახონ და შორ მანძილზე დარტყმები დაგეგმონ. მაგრამ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და რა არის ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი? ჩვენ ყველაფერს გაგიმხელთ, მათ შორის იმასაც, თუ რა შოკის მომგვრელი როლი აქვს თავად რუსეთს უკრაინის დარტყმების ხელშეწყობაში. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, ეს არის სამხედრო შოუ. ჩვენ სათაურებს მიღმა ვიხედებით, რომ ნამდვილი ამბები ვიპოვოთ. თუ ჩვენი არხი თქვენთვის საინტერესოა, არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინების ზარის ჩართვა, რომ არც ერთი ჩვენი ყოველდღიური ვიდეო არ გამოგრჩეთ. დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებს უკრაინა დარტყმებს საფრანგეთისა და აშშ-ის ჩეხის მხარდაჭერით, მოგაწოდათ Financial Times-მა. გამოცემა ესაუბრა ორ დრონის ოპერატორს, რომლებმაც ორივემ აღნიშნეს, რომ კულისებში ინჟინრები დიდ სამუშაოს ასრულებენ მანამდე, სანამ ერთი დრონიც კი აფრინდება. ეს ინჟინრები მიზნებს ირჩევენ იმ დაზვერვის მიხედვით, რომელსაც იღებენ, ასევე ატარებენ დეტალურ ტექნიკურ ანალიზებს, რათა შეადგინონ მიზნამდე მისასვლელი მარშრუტი, განსაზღვრონ დარტყმისთვის საჭირო ლოგისტიკა და დაადგინონ რა როლი აქვს ამ მიზანს უკრაინის ომში რუსეთის წინააღმდეგ ფართო ოპერაციულ სქემაში. როგორც კი ეს სამუშაო სრულდება, ინჟინრები უკრაინის დრონების დანაყოფებს აძლევენ ინსტრუქციებს. აქ საქმეში ენერგეტიკის ინდუსტრიის ექსპერტები ერთვებიან, რადგან ისინი განსაზღვრავენ კონკრეტულ კომპონენტებს, რომელთა დაზიანებაც უკრაინის ოპერატორებს სჭირდებათ, განსაკუთრებული ყურადღებით იმაზე, რომლის შეკეთებას ან შეცვლასაც რუსეთს ყველაზე მეტი დრო დასჭირდება. როგორც ერთ-ერთი ოპერატორი ამბობს, ეს ექსპერტები უკრაინის დრონების სპეციალისტებს ეთქვიან: დაარტყით ამ მილსადენებს აქ ან ამ საკვამურს, დაარტყით აქ ამ ადგილას, ან ამ აღჭურვილობის შეერთების ნაწილს, ან ამ ყუთს და ასე შემდეგ. საწყობები და ნავთობის საცავები უყურადღებოდ არ რჩება, მაგრამ ახლა ისინი მეორე ხარისხოვანია უკრაინის შორი მოქმედების დაგეგმვაში. თუმცა ეს ოპერაციები ერთი კონკრეტული სამიზნის გათვალისწინებით არ იგეგმება. ყველა დეტალში გათვალისწინებულია სარეზერვო ვარიანტები. თუ გეგმა A არ იმუშავებს, მაგალითად იმიტომ რომ რუსეთმა საჰაერო თავდაცვა გადაადგილა, გილა ან უკრაინის სამიზნე სხვა გზით არის დაცული, მაშინ არსებობს გეგმა B, გეგმა C და ასე შემდეგ. კოლმისაში ჩადებულია რამდენიმე მიზანი, რათა უკრაინის დრონებმა არ გაიარონ გრძელი გზა და ბოლოს ხელცარიელები არ დაბრუნდნენ. თუ ოპერატორი ვერ აღწევს მთავარ სამიზნეს, ის გადადის წინასწარ შერჩეულ მეორად ან მესამეულ სამიზნეებზე.
აქ დარტყმის მიტოვება არ ხდება. არსებობს მხოლოდ სარეზერვო გეგმა. სარეზერვო გეგმაზე რათა დარწმუნდნენ, რომ ზიანი მიყენებულია. უკრაინაც არასდროს ფიქრობს, რომ ერთი დარტყმა საკმარისია თავისი გრძელდის დისტანციური დარტყმებისთვის. ასე იყო წინა წლებშიც, მაგრამ უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ საკუთარ თავს მისცეს საუკეთესო შანსი, რამდენჯერმე დაარტყას ნებისმიერ სამიზნეს ისე, რომ რუსეთმა ვეღარ აღადგინოს ის. ეს შეიძლება მიღწეული იქნას დარტყმის დროს დრონების დიდი რაოდენობით ან ახალი ტალღის გაგზავნით, თუ უკრაინა ამას საჭიროდ ჩათვლის. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინის მფრინავი სანქციები ესტუმრება, შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ ერთზე მეტი დარტყმა ექნება. და თუ უკრაინის პირველ დრონს თავიდანვე მიზანში მოხვედრა გამოუვა, მაშინ ყოველთვის არსებობენ ის მეორეული და მესამეული სამიზნეები, რომლებიც შეიძლება განადგურდეს. რასაც აქ ვხედავთ, ეს არის რუსეთის მთელი ნავთობისა და საწვავის ინდუსტრიების სისტემური დემონტაჟი, რომელიც მთლიანად ფრანგული და ამერიკული დაზვერვის მხარდაჭერით ხორციელდება. ეს არის შოკისა და ტექნოლოგიური ზეწოლის კომბინაცია, რომელიც დრონების ეპოქაშია გადმოტანილი. და როგორც უკრაინის მოქმედი თავდაცვის მინისტრი იევგენი კამარა აღნიშნავს, ეს არის მიდიდგომა, რომელსაც უკრაინა შეუძლია და უნდა გააძლიეროს, რათა პუტინის საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის საომარი მანქანისთვის მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენოს. რუსეთს ეს არ მოუნდება. ის უკვე საკმარის პრობლემებს აწყდება უკრაინის თავდასხმების ამჟამინდელი მასშტაბითაც. უკრაინის თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე 2026 წელს ბევრად უფრო ეფექტური იყო ვიდრე 2025 წელს. ამან საწვავის კრიზისი გამოიწვია, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. ივლისის ბოლოსთვის რუსეთის საწვავის წარმოება 40%-მდე შემცირდა, რადგან ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები კვლავ გათიშული იყო. ეს ყველაფერი უკრაინის გაზრდილი სიზუსტის დამსახურებაა. წინა წლებში განხორციელებული დარტყმა, რომელმაც შესაძლოა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რამდენიმე დღით გამოეთიშა, ახლა რუსეთს აღსადგენად კვირები ან თვეებიც კი სჭირდება. ბენზინის გაყიდვები 40-ზე მეტ რეგიონში შეიზღუდა. რუსეთში ნავთობის გადამუშავება წინა წელთან შედარებით 25%-ით შემცირდა და 20 წლის მინიმუმს მიაღწია. ხოლო ბენზინის წარმოება ქვეყანაში 17%-ით 20 ცენტით დაეცა. United Medium ეს 2 ივლისის ანგარიშში გაამჟღავნა. და ამ ყველაფრის ფონზე რუსეთს როგორღაც მოუწევს გამოსავლის პოვნა შიდა ბაზარზე საწვავზე მოთხოვნის პიკის დასაძლევად, რომელიც ჩვეულებრივ აგვისტოსა და სექტემბერს შორის დგება. დააკავშირეთ უკრაინის დრონები აშშ-სა და საფრანგეთის დაზვერვასთან და მიიღებთ სასიკვდილო კოქტეილს, რომელსაც რუსეთს ძალით ასმევენ. მაგრამ ამ კოქტეილში კიდევ ერთი ინგრედიენტია დამატებული. რუსული არაყის წვეთი, რომელიც თავად რუსეთმა უნებლიეთ მიეწოდა თავისი ყოფილი საბჭოთა იმპერიის მეშვეობით. რას გულისხმობთ ამაში? აი როცა უკრაინის დარტყმებზე ვსაუბრობთ, უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ახლა კიევში მდებარე თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის თავმჯდომარემ ანდრი ზაგოროდნიუკმა თქვა: ჩვენ რუსეთს სისტემად ვთვლით. ამ სისტემის გაგება გაძლევს საშუალებას გამოავლინო კრიტიკული ნაწილები, სადაც ეფექტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. შეარყიეს სისტემა, ამოაგლიჯე გული და ტვინი და სხეული დაიშლება. და დასავლეთის დაზვერვის გარდა უკრაინამ ზუსტად იცის როგორ მიაყენოს ეს დარტყმები, რადგან თავად რუსეთმა ასწავლა ეს. რუსეთსა და უკრაინას ძალიან მსგავსი ენერგოსისტემები აქვთ. ეს სისტემები საბჭოთა ეპოქის პროექტების მიხედვითაა აგებული და ისინი დღემდე გამოიყენება უკრაინაში. და ამის გამო უკრაინამ ზუსტად იცის რა ტიპის სამრეწველო პროცესებს იყენებენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ასევე მათი ძირითადი ოპერაციული სისუსტეები და აღჭურვილობის განლაგება. უკრაინას მხოლოდ საკუთარი ენერგოინფრასტრუქტურის გადახედვა სჭირდება, რომ დაინახოს სად უნდა დაარტყას რუსეთის შიგნით, რომელი კვანძები უნდა გაითიშოს. და როცა აშშ და საფრანგეთი ჩაერთვებიან, რომ დაამატონ, კონკრეტულად რა სად უნდა გახდეს სამიზნე, რუსეთი აღმოჩნდება უხერხულ მდგომარეობაში, როცა საკუთარი დაღუპვის არქიტექტორი ხდება იმ საბჭოთა იმპერიის აშენების საფუძველზე, რომელმაც პუტინი შთააგონა. ეს საშინელი ირონია რუსეთისთვის. ისევე როგორც ის ფაქტი, რომ უკრაინამ ამ ომის დროს თავად რუსეთისგან ისწავლა, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები. სამწუხაროდ, ჩვენ რუსებისგან ვსწავლობთ, ამბობს ზაგოროდნიუკი გამოცემა Financial Times-თან საუბარში. ისინი ზუსტად იგივე საკეთებენ ჩვენთანაც, ამატებს ის. თავარი განსხვავება ისაა, რომ უკრაინას შეუძლია დასავლელი პარტნიორებისგან მიიღოს ის, რაც სჭირდება, რათა ჩაატაროს რემონტი და შეცვალოს დაზიანებული აღჭურვილობა. რუსეთს ეს არ შეუძლია. ის ჩიხშია, იზოლირებულია და სანქციების ზღვაშია მოქცეული, რაც ხელს უშლის მიიღოს დასავლური კომპონენტები, რომლებიც სჭირდება უკრაინის მიერ მიყენებული ზიანის სწრაფად აღსადგენად. რუსეთი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია. 3 ივლისის ანგარიშში ვლადისლავ ვლასიუკი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და სანქციების პოლიტიკის საკითხებში წარმომადგენელია, განუცხადა UKR Informs, რომ რუსეთს ახლა ჩინეთზე უწევს დატვირთნობა იმ კომპონენტების მისაღებად, რომელსაც იყენებს. პრობლემა ვლასიუკის თქმით ისაა, რომ ჩინური ყალბი პროდუქცია სანდო არ არის. საუკეთესო მაგალითია ნავიგაციის მოდულები და გარკვეული მაღალი სიზუსტის მიკროკონტროლერები. რაოდენიმე შემთხვევაში რუსებს იძულებული გაუხდათ ალტერნატიულ კომპონენტებზე გადასვლა, რომლებსაც ნაკლები შესაძლებლობები აქვთ ან სისტემის სერიოზულ გადაკეთებას საჭიროებენ. ჩვენი ამოცანაა ეს პროცესი მაქსიმალურად რთული და ძვირადღირებული გავხადოთ, განაცხადა ვლასიკმა. რაღაც მსგავსი მოხდება რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებშიც. ეს კი მხოლოდ უკრაინის გეგმაში ჯდება. უხარისხო კომპონენტი, რომელიც ადვილად ფუჭდება, შეიძლება სისტემის გადაკეთება გამოიწვიოს, როგორც ამას რუსეთის რაკეტებში ვხედავთ. და ეს შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებები, რის გამოც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები კუახნები კვლავ გაჩერდება. მაგრამ რუსეთს სხვა არჩევანი არ აქვს. ან უხარისხო კომპონენტები უნდა აირჩიოს, ან საერთოდ არაფერ. და მას პირველი ვარიანტის არჩევა უწევს. რაც შეეხება იმას, რა მოხდება შემდეგ, აქედან რუსეთისთვის ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება.
ფრანგული და ამერიკული დაზვერვის ნაკადი არ შეწყდება, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის დრონები არსად წავა. სინამდვილეში ეს ზუსტად ასე არ არის. ისინი ნამდვილად მიდიან სადღაც და ეს სადღაც ბევრად ღრმადაა რუსეთში, ვიდრე პუტინს ოდესმე ეგონა შესაძლებელი. როგორც კი უკრაინის დრონების ტექნოლოგია უმჯობესდება, ისინი უფრო ღრმად ურთმამენ, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს დასალური დაზვერვის გამოყენებას, რომ მეტი ზიანი მიაყენოს. უკრაინას ახლა შეუძლია დაარტყას ნებისმიერ სამიზნეს ევროპული რუსეთის ტერიტორიაზე. მისი საუკეთესო დრონები შეუძლია 3000 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა და ის მუშაობს ახალი თაობის შორ მანძილზე მოქმედ სისტემებზე, რომლებიც კიდევ უფრო ღრმად დაარტყამენ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ 5000 კილომეტრზე მეტი მანძილის მქონე დრონები უკვე განიხილება და შესაძლოა უკრაინის ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს 2026 წლის ბოლოსთვის. 2027 წელს უკრაინა იმედოვნებს, რომ ექნება დრონები, რომლებიც 10000 კილომეტრს დაფარავენ. კიდევ უფრო მეტი სამიზნე გახდება ხელმისაწვდომი, რაც ძალიან ცუდი ამბავია რუსეთისთვის. უკრაინა წარმოდუნდება, ისევე როგორც 2025 წლის წარმატებებზე ააგო უფრო დახვეწილი სტრატეგია, ბოდიში სიტყვით თამაშისთვის. უკრაინა გეგმავს, რომ ამ წელს აქამდე მიღწეულ წარმატებებსაც დაეკდნოს. ვლადიმირ ზელენსკი რეგულარულად მართავს შეხვედრებს თავის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელებთან, რათა განაახლოს სამიზნეების სია და განსაზღვროს ახალი პრიორიტეტები. ივლისის ბოლოსკენ დამტკიცდა ღრმა დარტყმების ახალი გეგმა, რის შემდეგაც ზელენსკი მისცა ნებართვა ახალი დარტყმებისთვის. უკრაინის უმაღლესი ეშელონების გარდა არავინ იცის რა იქნება შემდეგი სამიზნე. ეს სპეციალურად ასეა გაკეთებული. რაც უფრო ნაკლებს გაიგებს რუსეთი, მით ნაკლებს შეძლებს უკრაინის თავდასხმების წინააღმდეგ მოქმედებას მანამ, სანამ დრონები მიადგებიან. თუ ფსონებს ვდებდით, ვიფიქრებდით, რომ უკრაინის სამიზნეების სიის უმეტესობა იმ დაზვერვის გავლენითაა შერჩეული, რომელსაც უკრაინა საფრანგეთისა და აშშ-ს განიღებს. რუსეთი ვერ ახერხებს ამ ყველაფრის წინააღმდეგ სათანადო დაცვას. ქვეყანა იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია უკრაინის დრონებისგან ყველა სამხედრო სტრატეგიული ობიექტის დაცვა. ეს ზომა, რომელიც სახმელეთო შეჭრისგან თავდაცვისას უპირატესობაა, კრემლისთვის უმაღლესი დონის თვირთად იქცა. პუტინი და მისი გარემოცვა ახლა მუდმივად იძულებულნი არიან საჰაერო თავდაცვა გადაანაწილონ. მათ უწევთ გამოიცნონ, რას შეიძლება დაარტყას უკრაინამ და თავდაცვა იმ ობიექტებზე გადაიტანონ, რის შედეგადაც სხვა ობიექტები დაუცველი რჩება. ეს პრიორიტეტების განსაზღვრის თამაშია, რომლის თამაშიც რუსეთს არასდროს უფიქრია და ეს თამაში უკრაინის სასარგებლოდ მიმდინარეობს. ეხლა, როცა უკრაინის დრონებს შეუძლიათ ასე შორს იფრინონ და სიბირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყან, რუსეთს კიდევ უფრო მეტი ასეთი არჩევანის გაკეთება უწევს. თუ ზელენსკის მიერ ნახსენები გაზრდილი მანძილები წელსა და 2027 წელსაც რეალობად იქცევა, უკვე გადატვირთული რუსეთის თავდაცვა დაშლის ზღვარზე მივა. მანძილი უკრაინისთვის აღარაა პრობლემა. რუსეთს აღარ დარჩა სტრატეგიული ზურგი. მხოლოდ ასობით ობიექტი, რომლებიც უკვე ან მალე უკრაინის დრონების მოქმედების არეში იქნება, დარჩა. ეს არის რუსეთის ახალი რეალობა. CIA და საფრანგეთის დაზვერვა უკრაინასთან გაერთიანდა, რათა რუსეთის საომარი მანქანა დაასუსტონ. კვერცხის მტეხები ახლა თითქმის ყოველდღე დაფრინავენ და ყოველ ჯერზე, როცა ისინი ურთმამენ, იქნება ეს გადამწყვეტი დანადგარი ნავთობგადამამუშავებელში თუ სამხედრო ბაზა, რომელიც უსაფრთხო ზონაში უნდა ყოფილიყო. პუტინს კიდევ ერთ დარტყმას საზარდულში უნდა გაუძლოს. საბოლოოდ რუსეთი მუხლებზე დაეცემა. სამხედრო სუპერძალა გადაიქცევა კანკალად ნანგრევად, რომელსაც ნავთობი და სათვავი ყველა უკრაინასა და მის ფრანგ და ამერიკელ პარტნიორებს შორის ბრწყინვალე თანამშრომლობის მტკიცებულება ყოველ კვირას ჩანს. მაგრამ სწორედ Wildberries-ზე თავდასხმებში ამ დასავლური დაზვერვისა და უკრაინული საცეცხლე ძალის კომბინაციამ ივლისში ნამდვილად მოხდა სათაურებში. ამ თავდასხმებს ამ ვიდეოში შევეხეთ. ეხლა შეგიძლიათ მეტი გაიგოთ მათ შესახებ და გაიგოთ რატომ არის ისინი მართლაც მნიშვნელოვანი. თუ უყურებთ ჩვენს ვიდეოს, სადაც ვსაუბრობთ ამ თავდასხმების მასშტაბზე და იმაზე, თუ როგორი ძლიერი დარტყმა მიაყენეს მათ რუსულ სამხედრო მანქანას. მაგრამ სანამ წახვალთ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ. ჩვენ ყოველდღიურ ვიდეოებში ასეთ ანალიზს გთავაზობთ და ძალიან გაგვიხარდება თუ ჩვენთან ერთად იქნებით. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.